ერთ საინტერესო კითხვა დავსვათ, უყვარს თუ არა ბიზინა ივანიშვილს ჩვენი ქვეყანა. მე გულახდილად გიპასუხებთ ჩემს აზრს მოგახსენებთ, მე მგონია რომ ქვეყანა არ უყვარს. უფრო ზუსტი რო ვიყო, მას არ აქვს ქვეყნის სახელმწიფოს განცდა. აღქმა ქვეყნისა. მას შესაძლოა უყვარს ტერიტორია საქართველო, უკანა ეზო რუსეთისა საქართველო, სივრცე საქართველო, მამული საქართველო, სამშობლო საქართველო, მაგრამ აი ქვეყნისა და სახელმწიფოს განცდა მას არ ანაკლებად აქვს. ეხლა მეორე კითხვა დავსვათ. გახსოვთ თუ არა, როდის დატოვა ბიზინა ივანიშვილმა ამ მამული, მისეული გაგებით მამული სამშობლო საქართველოს ამ ტერიტორიის ფარგლები ბოლოს? არ შემეშლება ეს მოხდა 2013 წელს, როცა ის პრემიერ-მინისტრი იყო და ევროპაში გაემგზავრა პრემიერ-მინისტრის რანგში, იქ ევროსაბჭოში გამოვიდა ხმამაღალი სიტყვით და ევროპელებს იქით ასწავლიდა მაშინ როგორი უნდა იყოს ევროპა. როგორი უნდა იყოს ევროპა საქართველოსთან მიმართებაში და დამოკიდებულება როგორი უნდა ჰქონდეს ევროპას, რომ საქართველო მალე და მალე უახლოეს მომავალში ევროპას და სწორედ ევროპას გააოცებს დემოკრატიით, რომ საქართველო იქნება საუკეთესო ქვეყანა და იმხანად გულუბრყვილო, მიხეილ სააკაშვილზე მეტწილად გადაკიდებული, ან ყოველ შემთხვევაში შესაძლოა სამართლიანადაც. ევროპელები აღფრთოვანებულნი უყურებდნენ ცოტა არასტანდარტულ კაცს, ბიზინა ივანიშვილს, ოლიგარქს, გასაკვირველია, მაგრამ ოლიგარქს, რომელმაც დაამარცხა, როგორც იქნა და დაამარცხა ეს მათეული გაგებით ცოტა შეშლილი, ცოტა არასტანდარტული, ცოტა არაორდინალური მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თავის მხრივ ევროპას მეტი სიფხიზლისაკენ მოუწოდებდა, ხშირ შემთხვევაში განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ და გლობალურ ისეთ საკითხებზე საუბრობდა, რაზეც საუბარიც ევროპას არამც არ უნდა და ყოველ შემთხვევაში მაშინ ამ 13 წლის წინ გამოხდა ხანი 2022 წლიდან და უფრო 24-დან 25-დან ევროპა ალაპარაკდა. ევროპა ახმამაღლა იმ საკითხებზე, რომლებზეც ოდესღაც მიხეილ სააკაშვილი ამახვილებდა ყურადღებას, მაგრამ თუ ნებას მომცემთ, ვიტყვი ასე, გვარიანად დააგვიანა ევროპა, მაგრამ ეს კიდევ სხვა თემა. ახლა ვიკითხოთ, როგორია ბიზინა ივანიშვილი, არა მხოლოდ იმ ჭრილში, იმ რაკურსიც. ახლა მე გაგაცანით, ანუ ვიკითხოთ არა მხოლოდ ასე უყვარს თუ არა მას მამული სამშობლო ტერიტორია უკანა ეზო რუსეთისა საქართველო, არამედ ვიკითხოთ ასე, როგორია მისი მსოფლ მხედველობა, სამყაროს აღქმა და ასე შემდეგ. აი მაგალითად, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან მიმართებაში ვისკენ არის ის და პრინციპში შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ბიზინა ივანიშვილი და მთელი მისი პოლიტიკური გუნდი, ქართული ოცნების ბანდას ვეძახი მე, უწოდებ მას, ხო, არის აი შინაგანად თითქოს რუსეთისკენ არის. მას უნდა, რომ პირველ ყოვლისა უნდა პრაგმატული თვალსაზრისით გამომდინარე, რომ ომი გაიწელოს, იმიტომ რომ პარაზიტირებს საქართველოს დავრობა ამ ომზე თუ ამ ომით და თუ ვინმე უნდა გაიმარჯოს, რასაკვირველია, უნდა გაიმარჯოს მათეული გაგებით რუსეთმა და მერე უკვე დაამტკიცოს ბიზინა ივანიშვილმა პირდაპირ თუ ირიბად დაამტკიცებინოს საკუთარი ფრთებქვეშ მოქცეულ ვინგინდარებს, რომ ისიც რა არის, აი ჩვენ ხო ვამბობდით, რომ რუსეთი უძლეველი სახელმწიფოა, რუსეთი უმძლავრესი სახელმწიფოა და ასე შემდეგ. ამას ქადაგებს, ღაღადებს ბიზინა ივანიშვილი, რომელიც იშვიათად ჩნდება და არა მხოლოდ ბიზინა ივანიშვილი, ცხადია, ოფიციოზს გულისხმობ უფრო და ყოველ მეორე სიტყვასა და სიტყვას შორის სწორედ ეს იკითხება, ეს გამოსჭვივის მათი ნებისმიერი მათგანის საჯარო გამოსვლისას, მაგრამ ვინც ხელისუფლებაშია, ისინი ხომ მნიშვნელოვანი პერსონები არიან, მაგრამ ბიზინა ივანიშვილი უფრო ენდობა იმ ადამიანებს, რომლებიც მის გარშემო, მისი შვილების გარშემო ტრიალებენ და რომლებიც უფრო ხშირი სტუმრები არიან აბასთუმნის უღრანებისა, ან ჭორვილაში არის ჭორვილის უღრანებისა, ჭორვილის სასახლისა, ან არ ვიცი კიდე სად არის ხოლმე შეკვეთილში, თბილისის სახლის თუ სასახლისა, ბიზნეს ცენტრისა თუ სახლკარისა, ვიდრე ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი თუ არის მიხეილ ყაველაშვილი, ეს სამი უკანასკნელი, მამუკა მდინარაძე მე-4 და თეა წულუკიანი ასე მაგალითად მე-5 და კახაკალაძე მე-6, ნუ გარწმუნებთ პრინციპში, რომ ორ თვეში ერთხელ, საშუალოდ ორ თვეში ერთხელ თუ ნახულობენ. არა, კობახიძე შეიძლება სამ კვირაში ერთხელ ნახულობს, მაგრამ უფრო ხშირად არა. პაპუაშვილი შეიძლება თვენახევარში ერთხელ ნახულობს ბიზინა ივანიშვილს და მისი ოჯახის წევრებს, მაგრამ უფრო ხშირად, რასაკვირველია.
არა. და შესაბამისად მის გარშემო ბიზნეს გარშემო ტრიალებენ პატარა ბიზნესები. პატარა ბიზნესებში მარტო სოტრეს, მარტო ბერას, მარტო უტას ისიც თუ ტრიალებს არ სავარ ბოლომდე ამაში დარწმუნებული ან ბიზნესიანიშვილის მარადიულ მეგობარ ეკატერინე ხვედელიძეს არ გულისხმობ, არამედ გულისხმობ სხვებსაც, რომლებიც აი სწორედ ცოტნეს, სწორედ ბერას, სხვების და სხვების მეგობრები არიან და ბიზნესთან თლად ბოდიში საზოგადოებასთან შეჩემობით არ არიან, ცხადია მიმართავენ ბატონო ბიზნა, მაგრამ ის ყველაზე შეუვალ ავტორიტეტად მიაჩნიათ და საკმაოდ დიდ კმაყოფაზეც არიან ცოტნე თუ ბერა ივანიშვილისა უმრავლეს შემთხვევაში არ გულისხმობ მაინც და მაინც ეგრეთ წოდებულ პადაჩკებს, ანუ კი არ ეხმარება ბიზნა ივანიშვილის შვილი ვაჟი, რომელიმე ერთი მათ, მაგრამ იმგვარი სასათბურე პირობები აქვს შექმნილი, რომ მათთვის ნებისმიერი პრობლემა არ არის, გადალახვადი პრობლემა, ფინანსურ პრობლემებს გულისხმობს, ფინანსურ საკითხებს გულისხმობს. და ამის ნათელი დასტურია, ხა მე არ ვიცი, კახათ არგამაძის შვილზეა ლაპარაკი გეხსოვებათ, კახათ არგამაძე შევარდაძის დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და კახათ არგამაძეს არ იქნება ხელმოკლე ადამიანი მოსკოვში ცხოვრობს, რუსეთში ცხოვრობს, როგორც ცნობილია, მაგრამ ცხადია, კახათ არგამაძის ფინანსურ გონებრივი მდგომარეობა ვერც მოვა ივანიშვილებთან და მეცაც გეტყვით ივანიშვილის აი ახლო შვილების გაახლო გარემოცვასთან და ეს ნახეთ ჩვენ ეს გრანდიოზული ქორწილი ბათუმში, როდესაც ფანტასტიკური ქორწილი, მართლა კადრები ვნახეთ, უფრო ზუსტი რო ვიყო და მე შემიძლია აი გადავავლე თვალი და ცნობილია ეს სელებრიტების ქორწილები ფოტო და ვიდეო კადრები ვნახე და შემიძლია გითხრათ რომ ეს რაც გამოიყურება ყოველ შემთხვევაში როგორც გამოიყურებოდა აქაური ბათუმური ქორწილი, იქაური ლოს-ანჯელესისა თუ ნიუ-იორკის, ლონდონისა თუ პარიზის ქორწილებიც კი ძალიან დიდარი ადამიანების ქორწილებიც კი ვერ მოვა ამ ბათუმურ ქორწილთან, როგორც თავარ ავტორი თუ თავარ აქტორი უფრო ზუსტი რო იყო არა ივანიშვილების ოჯახი, არამედ ივანიშვილების ოჯახთან დაახლოებული პირი, ხაზგასმით ვამბობ ამას და თარგამაძეების ოჯახი კახათ არგამაძე იგულისხმება, ცხადია, თარგამაძეების ოჯახი მეორე მხრივ და საოცარი ქორწილი. უბრალოდ ისინი კარგად არიან. ეხლა ვიკითხავ ასე თქვენი სტებართვით, ეს ადამიანები, ამ ადამიანებს როგორი სამყაროს აღქმა აქვთ, როგორი მსოფლიო, უკრაინა-რუსეთის კონფლიქტს როგორ უყურებენ თქვენი აზრით და შესაბამისად მათაც, აი როცა ბიზნა როგორც მშობელი მამა, მათი მამა, ხო, დაუჯდება ხოლმე და ესაუბრება ახალგაზრდებს და გონია რომ აი ამათი სახით წოდეთ რომ ახალგაზრდებს ესაუბრება და ესენი არიან ახალგაზრდები, ისინი რას ეუბნებიან ხოლმე, ან როგორ პასუხობენ იმ ჩამჭრელ ბჭყალებში თუ ბჭყალებოდ კითხვებს, რომლებიც ბიზნა ივანიშვილს აქვს. ანუ ბიზნა ივანიშვილს ერთის მხრივ ყავს რასაკვირველია რუსი კონსულტანტები, მეორეს მხრივ რასაკვირველია ყავს შვილების თაობის შვილების მეგობრები, რომლებიც ბატონ ბიზნას, მამა ბიზნას, ბიზა ბიზიას ესაუბრებიან ასე, ბატონო ბიზნესი არც მიმართავენ ალბათ, ბიზნა ბიზია ალბათ ის, მიმართავენ ისე და ესაუბრებიან გულახდილად, გულღიად, ესაუბრებიან ასე მაგალითად რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე და რას უმტკიცებენ, როგორ გონიათ და ვისი გავლენის ქვეშ არის ბიზნა ივანიშვილი. ხა მე ახლობთ 6 წუთი არც კი ალბათ, 6 წუთიანი და მეტია ეს ვიდეო, მაგრამ ბოლომდე არ ჩავიდეთ. მე მოგასმენინებ TikTok-ზე გავრცელებულ ერთ ძალიან საინტერესო ვიდეო კონტენტს და კადრსაც განაჩვენებ, ცხადია ვინმე ლევან ფარტოვი, ჯერ ხო ძალიან საინტერესო კლიჩკა თიკუნი აქვს ამ კაცს, მაგრამ კარგით, მოკლედ ლევან ფარტოვი, ეს არის ბერას, უკაცრავად ცოტნე ივანიშვილის მეგობარი, თავის მოსკოველ ქართველ მეგობარს ესაუბრება, елаპარაკება და ვერ იჯერებს ეს ლევან ფარტოვი, რომ რუსები ძალიან ძიმე მდგომარეობაში არიან მოსკოვში და ზოგადად რუსეთში და ამ ომში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ცოტა ხნის წინ გაჩნდა ეს ვიდეო, ვინ ამოჩხრეკს ხოლმე, მათ კათინაური უნდა უთხრათ და აუწიოთ ხმას თქვენი სტებართვით ბოლომდე აწეულია პრინციპში და დავიწყოთ. ეს არის ლევან ფარტოვი. ბენზინი არ არის, ნო, მე 90-იანებში არ მახსოვს ესე პირამე. ბენზინი არ არის, ეხლა ჯებაც 90-იანებშიც რაღაცა არ ახსოვს მის თანამოსაუბრეს ამგვარი რამე, როგორც ჩანს ის 90-იანების ახალგაზრდა. ეს კაციც ლევან ფარტოვი. ლევან ფარტოვის თლად პატარა არ ჩანს, 30-ს ნამდვილად გადაცილებულია, ჭაღარაც გვიდასტურებს. მისი თმა გაცვენილობაც გვიდასტურებს მისი 30-ს გადაცილებულია, ესე 40 წლამდე იქნება
ვისი მეგობარია ცოტნესი, ხო, ცოტნე რატო დაუმეგობდა? თან მამის თოლა შესაძლოა არა, მაგრამ აი საკმაოდ გვარიანად დიდ ასაკით დიდ ახალგაზრდა კაცს ლევან ფარტოვის მე სიმართლე გითხრათ არ ვიცი. მიშკარი მოსკოვში. ბენზინი არ არის, ძმაო, მე 90-იანებში არ მახსოვს ესეთი რამე. ბენზინი არ არის. ეხლა ჩემმა ძმაკაცმა მითხრა, ძივი წუთიაზე წადი, ეხლა მოიტანეს და ოჩერებიო დადი ჩაასხა. გაგიჟდა. როგორი მარაგი. რას მეუნები ხარო ნოვოსიბირსკში ბენზინი არ არის? ნოვოსიბირსკში არ ვიცი, მოსკოვში არ არის. ხო და ნუ მოსკოვში შეიძლება. ფუთიშთა მივიდა. ბენზინი არ არის, აბსურდია ბიჭო. ლენინგრადში არ არის, ვიცი, იმიტომ რომ ამხანაგი ჩამოვიდა რუსი ბიჭი და 400 მაინდად იყიდა. $40 მისცა ლიტრაში რა, გზაში პერეკუპშიკებთან. პერეკუპშიკები მაგარ მაყურ ჩაოლოვენ. არა, ნუ ეხლა იძახის იმ პონჩი რომ არა, რუსო ეხლა დაარტყეს, როგორც მე ვიცი, დაარტყეს საცავები სადაც იყო რა. აი ეს ტიპი ლევან ფარტოვი, როგორც ჩანს, ანუ ვივარაუდოთ უფრო ზუსტი რომ იყო, რომ აუცილებლად ელაპარაკება ცოტნესაც და ბერასაც, მაღალი ალბათობით და ბიზინა ბიზიასაც. და ბიზინა ბიზიასაც არ წმუნებს, რომ აი წარმოუდგენელია ბიზინა ბიზია. ბიზინა ბიზია წარმოუდგენელია, რომ რუსეთში არ იყოს საწვავი, მოსკოვში არ იყოს საწვავი, რომ კი დაარტყეს, მაგრამ და ნახეთ რას ამბობს. მოსკოვში. ლევან ძალიან მაგრა დაარტყეს, ძალიან მაგრა დაარტყეს. კი, ვინ ეძახის მაგრა, კაცო? კი. კი ბატონო. მაგრა. იცი რას უშვება, ძმაო? სადავოდი გაგიგია ბაზარი, სადავოდი დაწვეს. მიშკა რა არიცი? რა ტეხავს? რა მithileba ყველაზე მაგრა? და მეწოდება? ისინი რო არ ტყავენ სიტყვაზე პირობითად ვიძახი რა, თქვა რაღაც ზიანს. ეხლა მოусმინეთ. მე ესენი ადუღებელი ბიჭო 10 იმდენს. რაც არის არსებითი ტყუილი, რომ ვიცოდეთ მაინც, ლევან ფარტოვიც ცდება ამაში და ბიზინა ივანიშვილიც მას, ცოტნე ივანიშვილი, ბერა ივანიშვილი, არსებით ტყუილში შეხავს და რეალურად სხვაგვარად წარმოაჩდიახ, რუსები ურტყავენ საპასუხოდ, რა საკვირველია საპასუხოდ, ან პირველები ვინ არიან რუსები რო ურტყავენ და მერე უკრაინელები ურტყავენ საპასუხოდ. მაგრამ რომ ვიცოდეთ მაინც რუსების მსხვერპლი დღეში მინიმუმ, აი ძალიან შევამცირებ რაოდენობას არის 1200 კაცი. ხოლო უკრაინელების მსხვერპლი დღეში 1200-ზე დაახლოებით 7-ჯერ, 8-ჯერ, 9-ჯერ ნაკლებია ყველგან კიევში და არა მხოლოდ ფრონტის უშუალო ხაზზე და არა მხოლოდ. და ეს რომ ვიცი, ამას რუსებიც კი არ მალავენ. ამიტომ მესმის რომ რუსები ურტყავენ განსაკუთრებით ბალისტიკური რაკეტებით უტევენ განსაკუთრებით კიევს და სხვა ტერიტორიებსაც, მაგრამ თუ მაინც და მაინც შედარებაზია, არ მგონია რომ აუცილებელი იყოს ეს, მაგრამ თუ მაინც და მაინც შედარებაზია, უკრაინა ბევრად დიდ ზიანს აყენებს, ოღონდ ლევან ფარტოვის ამას, ანუ ბიზინა ბიზიას ამას ვერ დავაჯერებთ. იხოცება ტყუილი. ამათი თუ ერთი რაღაცა ნადგურდება, იმათია 10 ნადგურდება და აი ეგ ეხავს, კაი, ყველაზე მაგრა. აი რა მაგარი მაიმუნი ყოფილა ეს რა ჩვენი პრეზიდენტი. ოპს. ნახეთ, აი ეს არის საკვანძო სიტყვა იმ კაცისა, რომელიც ესაუბრება ლევან ფარტოვის. მაგარი მაიმუნი ყოფილა ეს ჩვენი პრეზიდენტი კაცი ფიქრებს ერთი წამის 1000-ით გაექცევა ფიქრი იმისკენ, რომ შეიძლება გულისხმობს ზელენსკის და უნდა ახშფოთდე და თქვა რომ ზელენსკის როგორ აკადრებ და როგორ ამბობ მასზე რომ ეს კაცი მაიმუნიაო, მაგრამ არა ბატონებო. ეს კაცი ლევან ფარტოვისთან მოსაუბრე მოსკოვიდან გულისხმობს პუტინს და აი ასეც ამბობს ჩვენი პრეზიდენტიაო, ანუ რუსების და თავის რუსეთის მოქალაქეა სავარაუდოდ და თავის რუსეთის მოქალაქე არის რა, პრინციპში მაინც რუსად მიაჩნია, მიიჩნევს რა პრეზიდენტ პუტინს მის პრეზიდენტად და ამას არც მალავს და რაც თავარია ამისგანაც, ამ ლევან ფარტოვისგანაც განსაკუთრებულ კი არა, საერთოდ არ იღებს რაღაც განსაკუთრებულ შენიშვნას ამასთან დაკავშირებით. ჩვენი პრეზიდენტი როგორ არის ძმაო, ამას არ ამბობს ლევან ფარტოვი, არ პასუხობს ასე ლევან ფარტოვი. მაიმუნიაო, ნახეთ.
ტრამპის რაც არის ელი ბაქაბუქები რა. იმან ირანს ფეხები ვერ მოჭამა. ანუ საყვედურობს ის რომ ბაქიბუქა კაცია ტრამპი იქით და პუტინი აქეთ და ესე იგი მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა ბაქიბუქობენ პირდებიან საზოგადოებას ხალხს რა ვიცი ქვეყანას რომ დედას უტირებენ ერთ შემთხვევაში ის ირანს და ეს კი უკრაინას და ვერაფერს ვერ ხდებიან იმ კაცს იმას და ამასაც პრინციპში უნდათ რომ დადუღდეს ერთ შემთხვევაში ირანი და მე არა ვარ წინააღმდეგი გაგიკვირდებათ და მეორე შემთხვევაში ყირიმი კი არა უკრაინა მთლიანად და ამის გამოა ის შეწუხებული ის თანამოსაუბრე ეს არის ამ ლევან ფარტოვის და შესაბამისად უკვე ბერას თუ ცოტნეს თუ ივანიშვილების თუ ბიზიას სოფხედვაც ეს არის უნარო აღმოჩნდა ტრამპი და უნარო აღმოჩნდა პრეზიდენტი პუტინი ასე ფიქრობს ბიზიას აინას ფეხები ვერ მოჭამა. დაახენდით რა ხო ხედავ არა გამწეთი არ არის ეგრე არა მიშკა არ არის ეგრე ბიჭო არ არის ეგრე არა ბრატ ეგრე არ არის ნუ მეკამათები ბრატ ნუ ვიკამათებთ ეგრე არ არის და აი ეს ლევან ფარტოვი უკვე იწყებს ადვოკატირებას ლევან ფარტოვი ცოტნე თუ ბერა ივანიშვილის მაგაცი ბიზინა ივანიშვილს რომ იცნობს კარგად ბიზინა ივანიშვილს რომ მიმართავს ასე ბიზია აი ასე მაღალი ალბათობით მოდი ახლა საბოლოო ჯამში ჩვენ რა ვიცით მაგრამ რაღა იცოდეს მეგობარია აქედან გამომდინარე ვარაუდობთ ასე ხო უკვე იწყებს დაცვას პრეზიდენტი პუტინისა ახსნას ყოველ შემთხვევაში რატომ ვერ იმარჯვებს რუსეთის ფედერაცია უკრაინაში და არ უნდა რა და რაღაცა არ ვიცი რატო რაღაცას ელოდება რა ასე ელოდება ხუიოს რა იმის გარდა რომ არაფერი არაა კიცილება ნახდათ არაფერი არაა ისა რა ის უბედურობა როა რა ვირტუალი მაგის გარდა არა აქვს არაფერი უკრაინას საერთოდ არაფერი არ აქვს და დრონები გვირთავს ეგარი მიშკა თავარი მე მაგით ვარ რა რაც კი მაკუთია ყველაფერი შეიარაღებაში და მაგაში აქვს გადებული ნორმალური ხელისუფალი რო იყოს კრემიც უნდა დააბრუნოს აი აქ უკვე ეს მოსკოველი ქართველი რომელისთვისაც მანამდე ჩვენი პრეზიდენტი იყო მათი პრეზიდენტი იყო პუტინი აქ შედარებით ნორმალურ რამეს ამბობს შედარებით კი არა მართლა ნორმალურ რამეს ამბობს ნორმალური რომ იყოს პრეზიდენტი პუტინი ყირიმის უნდა დააბრუნოსო უკრაინას უნდა დაუბრუნოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი საქართველოს უნდა დაუბრუნოსო და მე უკვე კიდევ უფრო საინტერესო სიტყვას წარმოთქვამს ჩაეხუტოს ყველას საქართველოს გარბის სასოფლეთი გარბის გაგეწევა აბა რას იზავს სასოფლეთი არ გადააგდო ყარაბაღში გადააგდო ალიევი ხელს ვერ ადებდა 30 წელიწადს ეს უნდა წავიდეს ეს თუ არ წავიდა არაფერი არ და ეს უნდა წავიდეს და თავისი წავა თუ მოკვდება და გაასვენებენ თუ როგორ იქნება უნდა წავიდეს ეს უსისხლოა უსისხლო ადამიანი შენ როგორ ფიქრობ აი ახლა უკვე ჩამჭრელი კითხვა ლევან ფარტოვისა მოკლედ ის შედარებით ნორმალურად გამოიყურება თანამოსაუბრე მაგრამ ლევან ფარტოვი არის სვენებს და ეკითხება შენ როგორ ფიქრობ სხვა ვინმე რომ ყოფილიყო პუტინის ნაცვლად ესე არ მოხდებოდა ყოფილიყო მან მართველი სხვა რამის იზამდა დაიშა მედვედევი როგორ მედვედევი ძმაო რო იყო სუღელასთან დაძმა გასდა ის 4 წელიწადი ვიტო მაგ ასიძახი ყველასთან ჩაძმა გასდა ასიძახი თო იელცინმა დიპლომატია გააფარდა ხა დაანგრია დააქცია რუსეთი და ეს რომ საუკეთესო ანალიზია შეკრა როგორ ვასაიძინიუ აი ამ დონეზე მსჯელობენ ხდებით ამ დონეზე მიიღება გადაწყვეტილებები ბიზიას ამ დონეზე მსჯელობს რა ბოლო ჯამში შეკრა ელცინმა ლასტი იმასო არ ვართხავო იანდერგასო იმიტომ რომ ნახე რა სიძახის რა სად არის ლოგიკა მილიონი კაცი იქიდან ჩააწვინა მილიონი კაცი აქედან იანდერგას არ ვართხავო ტაქტიკურსო რომ 250,000 კაცი ერთიანად დაიღუპება ე ბიჭო 2 მილიონი მოკალი უკვე 5 წელიწადში აბჯელ მეტი გამოკალი ხო აროჩე რა და ჩვენ ვიჭედებით ყველა აქ რა ამის სიაფანდი რაღაცა ვითომ გეოპოლიტიკია რა ესეც რა აროჩე რა ხელს აღარავინ აღარ გართმევს მოხედავ რა ტრამპმა გამოგიყვანა 2022 შარშან რა
ანკორიჩი ალიასკაზე კიდე კაცად გამოგიყვანა ხო ხედავ რა და მაინც არ შეირგე დაამთავრე რა აღარ გინდა ეს ომი რა ვერ მოერევი ნუ без ядерки ვერ მოერევი ядерკასაც ვერ იხმარ всё დღეს დრონების მეფობა წავიდა ხო ხედავ აღარა შეწუხდა ლევან ფარტოვი ძალიან შეწუხებულია სახი ყოველ შემთხვევაში ამგვარია ვაიმე იმინა სადაც ვდგავარ ლევან გამოგივიდი არ მინდა ეუბნება დამბასიდან გადი იქიდან გადი კრიმი აღიარე არ აღიარებს როგორ შეიძლება პრეზიდენტმა აღიაროს რომ ხო შენ მე წამართვი და ეხლა შენია არც ერთი პრეზიდენტი ამას არ აღიარებს ისკვიანია ამასთან შედარებით ბისმარკია ეს ძალიან დაიბნა ჩემებსაც რომ წამოვიყვანთ ვიფრინავში არ ჩავსვავთ ვაო მე ვთქვარ რომ წამოხვალთ მატარებლით წამოხვალთ მანქანით ეხლა პატარას გაუჭირდება თორე მანქანით წამოვიყვანთ ყველას მატარებლით ჩამოხვალთ მეთქი ვლადიკავკაზამდე იქ და გხურდებით და ერთად გადავართ მოდია არა ძმაო მეშინია ძმაო მეშინია ძმაო იმიტომ რომ იმენა სადაც ქართული რეისებია ნუკოოდან ყველაფერი იქ მოდის იქ ესვრის მაინც და მაინც იგი ნუკოოსკენ ჩაბუაყენა ყველა ეს ტრაკულ სიტუაცია ჩო გაიჭედეთ ჩო აქ უკვე სერიოზული პრობლემა აქვს და ეს ადამიანი ლევან ფარტოვი მაღალი ალბათობით ესაუბრება ბიზნესს და ეუნება და ამგვარ ანალიზს თავაზობს მე ველაპარაკე ჩემს მეგობარს მოსკოვში რომელსაც ოჯახი ვერ მოხავს მოსკოვიდან ნუკოოდან თუ დემა ნუკოოდან და ვლადიკავკაზში ჩამოიყვანს მატარებლით მე აქ დახვდება მე გადმოვლენ რაღაც ლარსზე გადმოვლენ რაღაც კატასტროფული მდგომარეობა მაგრამ იაძერკა თუ არის სროლეს ბატონო ბიზინა თუ ბიზია ამ შემთხვევაში დაერხევათ და ისიც მე ალბათ პასუხობს რომ იაძერკა შეიძლება ისროლოს კიდეს და რუსი უკრაინელებს რაღაც ელემენტი იმოზდით ასე აი ამ დღეში ვართ ჩვენ რეალურად ნახვამდის